და საერთოდ ქალები დადგა დრო, როდესაც რაღაცნაირად იცი რა არის, რამოდენიმე თვის წინ ვამბობდით, რომ ქალებს არ დააკავებენ, მაგრამ ხო, ალბათ კაცებს დაიჭერენ. ძალიან ხშირად ვსმენია ამავე სტუდიაში. ქალებს არ ცემენ. ქალებს არ ცემენ. ქალების ცემაც ნახეთ, დააკავება აბსოლუტურად გეთანხმებით და კიდევ ერთი გოგო დააკავეს დღეს 2 დღით საბედნიეროდ, მაგრამ რატომ და სხვათა შორის მას ჰქონდა ამის ერთგვარი მოლოდინი, ქეთაზე მინდა ქეთა დაუდიშვილზე გითხრა, ამაზეც მოგვიყ ნიკა და მე მინდა რომ შეფასება გავაკეთოთ ზოგადად ეუთო ოდირის მონიტორების შესვლასთან დაკავშირებით არის დიდი სჯაბაასი და ამაზეც მინდა ცხადია გკითხო. მოგესალმებით მაყურებელს მივესალმები პირველ რიგში რა თქმა უნდა 23 წლის არის თუ არ ვწდები ქეთი 23 წლის არის მხნეობა და ჯანმრთელობა მინდა უსურო რა თქმა უნდა ნინოს დათაშვილს და მეც რა თქმა უნდა მე არ ვიცი ვერ უწოდებ თავს მის მეგობარს მაგრამ ადამიანი რომელიც მას კარგად ვიცნობ და მასთან ბევრ საკითხზე მისაუბრია ნამდვილად შემიძლია არც არის აუცილებელი მისი მეგობარი იყო იმიტომ რომ მეც არ ვარ ნინოს მეგობარი მაგრამ ხო ეს არის ადამიანი რომელსაც უბრალოდ უნდა უკეთეს სახელმწიფოში ცხოვროს ისევ და ისევ იმიტომ რომ არ ვიცი თითოეული ჩვენგანი თვითონაც ჩვენგანიც არ ვიცი რაღაც უკეთეს პირობებში ვცხოვრობთ ნამდვილად ასეთი ადამიანი არის და მე ამას ასე ამიტომ ასეთ ამამად ამიტომ ვამბობ ხო და თან იცი რა მეგობრობა არის ამ ბრძოლაში ყოფნა მე სულ ვამბობ რომ ყველა ჩემი მეგობარია ვისთან ერთადაც ვიბრძვი და ყველა ჩემი ბავშვობის მეგობარს მირჩევნია ის ხალხი არ მიწყენს არავინ ჩემი ბავშვობის მეგობრებიც მიყვარს ძალიან ვინც რუსთაველის გამზირზე დგას ისინი მაგრამ რაღაცა ყველას აერთიანებს ეს საერთო ღირებულება. ხო, ბევრი მეგობარი შევიძინეთ ნამდვილად აი ამ ბრძოლის დროს და არ ვიცი რა თქმა უნდა შეიძლება ძალიან ცოტახანი ამ ხალხს ვიცნობთ, მაგრამ უკვე არც ისე ცოტახანი ამასობაში. კი, საბოლოოდ ანუ ასე ვთქვათ ხარისხობრივად ძალიან კარგი მეგობრები გახდნენ ჩვენთვის, ხო? უბრალოდ აი ახლა ქეთაზე ვსაუბრობდით, ნინოს кейსზე ვლაპარაკობდით და ამ ზიაზე კი, აი ამ სამივე кейს, ანუ დღეს მოდი დავიწყოთ იმით, რომ დღეს ჩვენ ქვეყანას შეემატა კიდევ ერთი ქალი პატიმარი. და აქ საუბარია 23 წლის ადამიანზე, 23 წლის გოგონაზე და რატომ საუბრობთ პარალელებზე მზიას кейსთან, ნინოს кейსთან, საბედნიეროდ ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე და ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე არის და პატიმრობის ხანგრძლივობა არ არის ისეთი, როგორიც ემუქრებათ იგივე ნინოს, მზიას, ხო? თუმცა რატომ საუბრობთ რომ აი იგივე არის მეთქი ხო? ანუ ბევრი შინაარსობრივი მსგავსება შეგვიძლია დავინახოთ თქო. იგივე ნინოს საქმეშიც ჩვენ ვხედავდით რომ წინა ისტორია იყო ის რომ მანდატურის სამსახურის თანამშრომლები მასზე ნინოზე ძალადობდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აი ამ მდგომარეობაში, როდესაც ისინი თავის უფლებამოსილებას ამეტევდნენ, აი ამ მდგომარეობაში, ასე ვთქვათ, ნინოს ქმედებაზე, რომელსაც ისინი ძალადობად აფასებენ და არა თავდაცვად, აი ამ ქმედებაზე ჩვენ ვხედავთ რომ ანუ მის მიმართ არის სისხლის სამართლის საქმე დაწყებული. ანუ ჩვენ ქვეყანაში მივიღეთ თავის დროზე რეალობა იგივე მზიას кейსიდან დაწყებული და თვითონ კანონი პრინციპში ამას გვეუბნებოდა რომ შენ არაფრის უფლება არ გაგაჩნია, თავდაცვის უფლება არ გაგაჩნია, სიტყვის შებრუნების უფლებაც კი არ გაგაჩნია. სამაგიეროდ სახელმწიფო მოსამსახურეებს აქვთ უფლება რომ უფლებამოსილებასაც გადაამეტებენ კიდევაც, ქცემენ, გირტყენ შეურაცხყოფას მოგაყენებენ, პასუხი არ მოითხოვეთ, შენ შეუბრუნებ სიტყვას მაინც, აი ქეთას кейსი არის ზუსტად ეს, ხო? ვინც მაგალითად ეს ასე ვთქვათ ფიზიკურად თავის დაცვას სცადა და მზია, იგივე ნინო აღმოჩნდნენ სისხლის სამართლის წესით პატიმრობის ქვეშ ქეთამ მაგალითად თუ როდესაც სიტყვით შეუბრუნა და ანუ უთხრა რომ ანუ ასე ვთქვათ პასუხი გასცა რაც რა თქმა უნდა ხა თვითონაც ამას ამბობს რომ ეს არ იყო ის აქცია რომელიც მას უნდა გაეკეთებინა მაგრამ მაინც სიტყვა შეუბრუნა აი ამის გამო გაუშვეს რეალურად პატიმრობაში მაგრამ აქ ყველაზე საინტერესო რა არის ცით მოსამართლეს ვესაუბრებოდით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რომ გვინდოდა წარგვედგინა მტკიცებულები რომლებიც
შეამსუბუქებდა მის პასუხისგებლობას, ქეთას პასუხისგებლობას, არც ერთი მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა არ მოგცა ასეთი. 9 საათი მსჯელობდა თუ 40 წუთი დაახლოებით მოსამართლე იმასთან დაკავშირებით, მოწმე უნდა დაეკითხა თუ არა, რომელიც დაადასტურა, რომ ქეთა იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების ქვეშ და დაასაბუთა იმით, რომ პროცესის გაჭიანურებას გამოიწვევს, ანუ 5 წუთი ჭირდებოდა მოწმის დაკითხვას და 40 წუთი მსჯელობდა იმაზე, მოწმის შუამდგომლად დაეკმაყოფილებინა თუ არა. რა ლოგიკაა ეს, ხო? არ მოგცა არც ერთი მტკიცებულების გამოკვლევის შესაძლებლობა, რომელიც აი ამას დაადასტურა. ანუ არანაირად არ უნდოდა მოსამართლეს ენახა თავის ხდომათა დარბაზში ის, რომ მანდატური სამსახურის თანამშრომლები ვიღაცა შეურაცხყოფას აყენებდნენ, უფლებამოსილებას ამეტევდნენ თუ ასე შემდეგ. ანუ არ უნდოდათ ეს ენახათ. არ უნდოდა საზოგადოებას ეს ყველაფერი დაენახა და მოესმინა. და რატომ არის რომ მედია გამოყარეს პროცესებიდან? მედიას არ აძლევენ. აი ამაზეც მინდა ვისაუბრო, მედია გამოყარეს და ევთოდირის მონიტორინგის შესვლაც არის პრობლემა ახლა და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ ეს არ მოხდება. ყოველ შემთხვევაში ასეთი განცდა მაქვს, რა შეგიძლია გითხრა ამასთან დაკავშირებით? ხო, ანუ ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ქართულ ოცნებას არ უნდა რომ გქონდეს საზოგადოებას სწორი ინფორმაცია, არ უნდა რომ საზოგადოება იცოდეს სიმართლე, შიშველი სიმართლე თუნდაც, ხო? ანუ ის არ ვიცი რაღაცა ის ყველაფერი, ანუ ის ცუდი რაღაცები რაც ხდება, ხო? ანუ ჩვენთვის შეიძლება ეს შოკის მომგვრელი იყოს, მაგრამ ეს შოკის მომგვრელი, მაგრამ მაინც სიმართლე არ უნდა რომ საზოგადოება იცოდეს. ეს ის ხალხია, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, როგორი ეფექტი აქვს, როდესაც საზოგადოებას ვიდეო კადრით, ფოტოთი თუ ასე შემდეგ აჩვენებს. ეხლა ყველა კარგად ხვდებით გონი, ხო, რაზეც ვსაუბრობ. მათ ყველაზე კარგად იციან, რომ როდესაც ერთია, რომ პროცესიდან გამოტანილ ამბებს ყვებით და მას შეიძლება ესეთი გაფუჭებული ტელეფონის პრინციპით რაღაცა კუდები, ყურები ასე შემდეგ მოებას, მეორე ამას როდესაც პირდაპირ აჩვენებ, ხო? ამათ ყველაზე კარგად იციან ეს პირდაპირ შიშველი სიმართლის შვენებას რამხელა აღშფოთებას იწვევს საზოგადოებაში და რამხელა აღშფოთება უკვე გამოიწვია პროცესიდან გამოტანილმა ვიდეო კადრებმა, ტყუილებმა, რომლებსაც მოწმეები ამბობდნენ, იმ მტკიცებულებმა, რომელიც რეალურად არაფერს არ წარმოადგენდნენ, ხო? ეს ყველაფერი დაინახეს, ამიტომ რა უნდა გაკეთოს? პირველ ეტაპზე გავაკეთეთ რა, პირველ ეტაპზე გამოვყარეთ მედია. დღეს სასამართლოში ვიყავი მისული და არ ვიცი, აი, ცუდად გავხდი იმ ადამიანებს, მაგალითად, ოპერატორები თაკარა მზის ქვეშ დგანან და ადამიანურ პირობებში მუშაობენ. საშინელება, ანუ ან ეს ადამიანები საკუთარი პროპაგანდისტები მაინც არ ეცოდებათ, კარგი გავიგერო თქვენ არ ეცოდებით და ყველაფრისთვის გენ საკუთარი პროპაგანდისტები არ გეცოდეთ. ან თქვენ კაი ხალხო, არ ვიცი, თქვენ მაინც არ გაქვთ პრეტენზია რომ დაგაყენეს ამ თაკარამის ქვეშ. ანუ არ ვიცი, ნუ ამას თავი დავანებოთ. გამოუშვეს მედია რომ უბრალოდ ეს ვიდეო, ფოტო, აუდიო მასალა არ გამოსულიყო. ну კი გამოდის ახლა იქიდან ამბები, მაგრამ აი ესეც გამოდის იმ მომენტამდე, სანამ მათ დასჭირდებათ რომ სანამ არ დასჭირდებათ რომ უბრალოდ ეს ყველაფერიც დახურონ და მინიშნება ამაზე მოსამართლებმა გააკეთოს რომ თუ წესიერად არ მოიქცევით, საერთოდ პროცესებს დაუხურავთ. ანუ ის ამბავიც რაც გამოდის დღეს, ისიც არ გამოვა. ეუთოდერს არ შეუშვებთ, არ ვიცი, ადგილობრივი დამკვირვებლებიც, ადგილობრივი ორგანიზაციები, ვინც არიან, იმასაც აღარ შეუშვებენ. ეუთოდერზე აღარ არის საუბარი, ხო? ეხლა მე მოდი პირდაპირ ვიტყვი რა, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო, ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც ამ პროცესებს ძალიან დიდი ხანია მუშაობენ, ისინი ბევრად კომპეტენტურები არიან, ვიდრე ეუთოდერის დამკვირვებლები, იმიტომ რომ კონტექსტსაც ბევრად უკეთ იცნობენ, რეალურად ეუთოდერის დამკვირვებლები ხშირად ამ ადამიანების შეფასებებს ეყრდნობენ. ეხლა მე თვითონ ერთ-ერთი იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიყავი, ვინც ამ პროცესებს 10 წელზე მეტი ვაკვირდებოდით, აი ამას ძალიან დიდი ხანი აკეთებდა, დღესაც აკეთებს, მაგალითად TI-ც აკეთებს ამას, სხვა ორგანიზაციებიც აკეთებენ ხო ამას. რეალურად ანუ ამ ორგანიზაციებსაც აღარ მიეცემათ ამის შესაძლებლობა. ეუთოდერზე აღარ არის ლაპარაკი, ბევრად უფრო ასე ვთქვათ, დიდი გამოცდილების მქონე პროცესების დაკვირვების მქონე ორგანიზაციები შეიძლება იქიდან გამოყანონ არათუ ეუთოდერი არ შეუძლია. ამიტომ ნელ-ნელა ხურავენ სივრცეს იმისთვის, რომ გამოვიდეს პროცესებიდან ის სიმართლე, რომელიც საზოგადოებას აღაშფოთებს და არ უნდათ უბრალოდ ამ ხალხს რომ საზოგადოება აღშფოთდეს, დაინახოს სიმართლე, იმიტომ რომ აღშფოთებას რა მოყვება ჩვენ ბოლო დღეებშიც მათ შორის კი ბატონო და მე მაინც